ჩვენ აღდგომის შემდგომ 4 შაბათს 5 შაბათს ვიწყებთ ძალიან დიდ ტურნეს, რომლის თაობაზე თავის დროზე ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და ის იყო აფრთხილებული პროგრამით, რომელიც ჩვენ მაშინ წარუდგინეთ და დღეს მის ხსოვნას უძღვნით ამას და უძღვნით ერთიან კავკასიას და ძლიერ საქართველოს. ანუ ესე იგი დავიწყეთ სწორედ იმ ტაძრიდან, სადაც დაკრძალულია ჩვენი უწმინდესი, ეს დიდი ტაძარია, დავიწყებთ იქედან, ჩავალთ სოფელ სნოში, შემდგომ იმ ტაძარში ვიქნებით ყაზბეგში, რომელიც მისი ლოცვა-კურთხევით აშენდა, მერე გადავდივართ ვლადიკავკაზში, სადაც და მივალთ იმ სახლში, სადაც დაიბადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მერე იმ ეკლესიაში, რომელშიც მოინათლა იქვე, მერე ეს წერეთლის ქუჩაა და წერეთლის ქუჩაზე ვლადიკავკაზში და მადლობა ჩრდილოეთ ოსეთს, მადლობა იქ ოსჩას მეგობრებს, ოსებს, რომლებმაც შეინარჩუნეს ქუჩაც, სკოლაც, ესე იგი სახლიც და ძალიან სხვათა შორის თავის დროზე ძალიან დიდი ყურადღება მიაქცევდნენ ამ სკოლას, ბევრჯერ დადგა საკითხი მწვავედ, ჩვენ აქედან პედაგოგებით ვერ ვხმარებოდით, მაგრამ დადგა საკითხი ძალიან მწვავედ, ყოველთვის ეხმარებოდნენ ჩვენი მეგობრები, უდიდესი წვლილი აქვს ბატონ გოჩა ძასოხოს, შენარჩუნებული იქნა, ისევე როგორც ბატონ ვალერი გერგიევს, ხოლო ეხლა ბოლოს ბატონმა ოთარ მარღანიამ, რომელიც ძირითადად დიდ ბრიტანეთშია, გამოისყიდა უпроსორად ის სახლი, სადაც დაიბადა პატრიარქი და უვლის ამ ეკლესიას, აღდგენა მიდის როგორც ერთის, ასევე მეორესი. იმის შემდგომ ჩვენ წავალთ კისნოოთკში, სადაც ქართველები ლობჟანიძეები ძალიან დიდი და ქართველთა დიდი არმია აშენებს წმინდა ნინოს ეკლესიას. უამრავი რამ არის იმ პერიოდში მეფეებთან დაკავშირებული ბევრი რამ, მოვინახულებთ ყველაფერს აღდგომის, ანუ კბირა ძალობამდე, რომ დიდი მადლი იყოს და ეს არის მადლიანი მოგზაურობა, როგორც იტყვიან, ჩვენ შემდგომ ყაბარდო-ბალყარეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში და ყველაფერს დავამთავრებთ მე-19 საუკუნეში ქართველთა მიერ აშენებულ ეკლესიაში, ეს არის შამილის რაიონი და ამ ეკლესიას დათუნა, ესე ქვია, შენარჩუნებულია მისი ყველაფერი და მადლობა იქაურ მაცხოვრებლებს, რომ ასე გააკეთეს. ერთადერთი ამ ვიცით რომ ესე იგი ეს რესპუბლიკა ძირითადში არის ისლამის მიმდევარი, მაგრამ ერთადერთი მართლმადიდებლური ტაძარია ის საქართველოსთან დაკავშირებული მე-19 საუკუნეში აგებული, 3 საუკუნე მოქმედებდა ჩვენი პატრონაჟის ქვეშაა და როგორც მეცნიერთა კონგრესი, ქართული ერთობის დარბაზი, დღეს ბატონ ჯუმბერ კოპალიანთანაც ჰქონდა საუბარი, ბატონ რომან ლულუასთან, ეს უდიდესი რამ არის, მადლიანი მოგზაურობაა და მიხარია რომ ამ მოგზაურობაში ბევრმა გამოთქვა სურვილი და პირველი ვინც იყო ერეკლე სარლიანმა თქვა, რომ მე აუცილებლად უნდა ვიყო ლიტერატურული საქართველოს დირექტორმა და პოეტმა ძალიან საინტერესო პიროვნება ჯუბაღებელმა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ჩვენ აი ამას, როგორც ვთქვით, ერთიანი კავკასიისთვის, ძლიერი საქართველოსთვის და პატრიარქის ხსოვნისთვის. რა 9 აპრილი ეს არის თავისუფლების იდეის დღე. ეს არის ის დღე, როდესაც საქართველოს გამოაცხადა, რომ მას უნდა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობა უნდა რუსეთის იმპერიისაგან. როდესაც ქართველმა ხალხმა დაიწყო საკუთარი ისტორიის ხელახლა დაწერა და მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმე დადაიხადა ყველაზე მძიმე რამ, ყველაზე მძიმე ფასი ამ ბედისწერაში და საკუთარ ბედისწერად გაიხადა ეს იყო ბატონი ზვიადი, რომ ამ დღესთან ასოცირება უნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას, თავდაუზოგავად ებრძოდნენ და თვითმიზნად რო გაიხადა. არც ერთ მათგანს არ გახსენებია ის, რომ თვითონ სადიდგა მაშინ. ეს 9 აპრილის გარდაცვლილები 99 წელს ისინი არიან ყველაზე გამარჯვებულები. ისინი არიან სწორედ და ჩვენ მათი ნება აღვასრულეთ. ის საკითხი, რომ აი 9 აპრილი ეს არის უფრო გლოვის დღე, ვიდრე ეს არის აბსოლუტურად არასწორი. მაზოხისტური იდეა შეიძლება იყოს. ერთისა და მეორეც შეიძლება არც ერთი დავიწყება, მაგრამ ძირითადად ეს არის გამარჯვება, ვიმეორებ, განსაკუთრებით იმ მათი, ვინც შეეწირა ამ ამბავს.
რა. 9 აპრილი ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არ არის. 26 მაისი არის რესპუბლიკის პირველი რესპუბლიკის დაბადების დღე. პირველი რესპუბლიკის დღეა, ძალიან სერიოზული დღეა, მაგრამ აუცილებელია და დღეს განსაკუთრებით ჩანს ვიმეორებ, რომ 9 აპრილი იყოს და არის ფორმალურად ეს წერია კონსტიტუციაში 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტისა და 31 მარტის რეფერენდუმის საკუთრება ვარ ჩვენ დამოუკიდებლები. მთელი სამყაროს მიერ იმ ფარგლებში, სადაც ეს არჩევნები შეჭრა საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაც მეორე მუხლის წერია რომ 91-ის 25-26 დეკემბრის ტერიტორიით ავართ ჩვენ. ეს არ არის სწორი, უნდა ვიყოთ 9 აპრილს რაც იყო აი იმ ტერიტორიით. ესეთ და იგივეა. იმ ფარგლებში. მაგრამ კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, 9 აპრილმა და საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდი რა 30 წელი ისტორიისათვის არაფერი არ არის. დაადასტურა ერთი რამ, თავისუფლებას ალტერნატივა მეგობრებო არ გააჩნია. არ არსებობს ეგეთი რამ რა. ვინც დამოუკიდებლობას თმობს, ის თვით სიცოცხლეს თმობს. და აი ეს საფრთხე რაღაცნაირად თავიდან დავიცი. ნამდვილად. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი უპირველესი მონაპოლარიც არის და ასე ვთქვათ საბრძოლელი ასე ვთქვათ მიზანიც. აი ასე მინდოდა დამეწყო. ამიტომ ყველა ფენა ჩვენი საზოგადოებისა, ყველა ინსტიტუციამ, რომელიც არსებობს ფორმალურად ან არსებობს, ასე ვთქვათ, რეალურად, ეს უნდა გაითვალისწინოს. კიდე, ესე იგი, არავის არ გამოუვარო იმათი დამსახურება, ვინც 9 აპრილი მოიტანა და ვინც 9 აპრილს შეეწირა, განსაკუთრებით ზვიათს და ბატონ ზვიათს ვასწავლ და მის ასე ვთქვათ თანამებრძოლებს რომ ამ ადამიანების და განსაკუთრებით მათი მეთაურის დამსახურების მიწერა საკუთარ თავისათვის დაუშვებელი მე განვასახიერებ მას იმას არავინ არ განასახიერებს არავინ დედამიწის ზურგზე არ განასახიერებს და არც არავინ ყოფილა იმ დღეში და ისეთი ბრძოლის ველზე გასული, როგორც ბატონი ზვიადი იყო. მე გაგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე არსებობდა ეგრეთ წოდებული მოქმედება და ეგრეთ წოდებული მალტის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის. რა ეწერა იქ? იქ ეწერა ასეთი რამ. ბალტიის ქვეყნები არიან დამოუკიდებლები. დანარჩენი რესპუბლიკები ქმნიან ესე იგი ახალ საბჭოთა კავშირს, ახალი სამოქალაქო მე იმის თქვა მინდა რომ არავინ ყოფილა მეთქი ისე დღეში. კი, სავსებით სწორედ აღნიშნეთ. როგორიც ის. იმიტომ რომ ამის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა, ამის წინააღმდეგ წავიდა ის ცნობილი მისი გამოთქმა რომ ჩვენ არა კუდარითებზე რომ დინებას მეუყვება. აი რა დინებას უპირისპირდებოდა. ეს თავად განსაჯეთ. ეს აი ამის მონიშნა მინდა ხა რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ხმამისმა ჩვენმა ძმებმა სომხებმა აზერბაიჯანელებმა რუსებმა უკრაინელებმა ბერძნებმა არ დავიწყოთ ოსებმა და აფხაზებმა რა ეს რაც ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ის რაც მოხდა და რაც ხდება ახლა ცხინვალის ოლქის ტერიტორიაზე ეს არის ინსპირირებული რუსეთის იმპერიის მიერ 70-იან 80-იან წლებში საქართველოს წამოწია საკუთარი წიაღიდან რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და ამ ფიგურებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არა მარტო საქართველოს ისტორიაში და აი ის რაც ჩვენ ნახეთ
პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების დღეებში ყოველგვარ მოლოდინს ეს იყო გამოთხოვება უკანასკნელ ამათსაგან. კი. და რაღაც დასრულდა აქ. არა ვიწრო გაგებით. ძალიან ფართო გაგებით. დიდ ადამიანებს აქვთ ესა, ხო, ერთმანეთს ვერ უგებენ ხოლმე, რა. დრამა, ასე ვთქვათ, არა მარტო მათი, არამედ ქვეყნის ისტორიისა. ამ ადამიანებმა ისეთი რამ გააკეთეს, რასაც ძნელად მოესწრება ადამიანი რაღაცა 20-30 წლის მანძილზე. საქართველოს ძალიან რთულ ვითარებაშია. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ან რიად გამსახურდიას მეთაურობით არსებული ხელისუფლების ძალით დამხობას ყველაფერთან ერთად მოყვა ის, რომ იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, ვინც მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას და ხმამისსა დამოუკიდებლობას საქართველოსთან წავიდა. ხობით ერთი 10-15 წლის მანძილზე დაახლოებით 800,000 კაცი წავიდა აქედან. კატასტროფა. და ეს ადამიანები იყვნენ აქტიურები. სად არის ასეთი ადამიანები, მათ ძებნა უნდა, მათ გამოზრდას უნდა წლები. აი ეს რაღაცნაირად გავდა საერთაშორისო შეთქმულებას, ხო ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ. აი ეს დიდი ამბავი დასრულდა იმით, რომ ჩვენ გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე საქართველოს პატრიარქი. როგორადაც არ უნდა შევაფასოთ მისი მოღვაწეობა და ის ეპოქა, რომელსაც ის განასახიერებდა, აი ამ ბოლო აკორდმა, როგორც ჩანს, აჩვენა ერთი რამ, რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება იმას, რომ თავს მოხვეულ ეთიკურ ნორმებს. მე გულისხმობ იმ ნორმებს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ეთიკას. იყო მომენტები, როცა ეკლესიას უნდა დაეკავებინა საკუთარი პოზიცია, თქვა ხელისუფლებისთვის მოეწოდებინა, რომ ის შემწყნარებელი იყოს. ეს მარტო ეხლა კი არ უნდა მომხდარიყო. ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო 90-იან წლებში. როდესაც იმ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ხელისუფლებას, რომლითაც ეჯერათ, რომლითაც ბოლომდე გაყვნენ და რომლისთვისაც საკუთარი კეთილდღეობაც და მზად იყვნენ სიცოცხლეც შეეწირა და დაამტკიცეს ეს. როდესაც მათ ტყვიას ესროდნენ, კლავდნენ, მიტინგები ქუჩებში, ციხეებში სვამდნენ და რეგიონებს აწილაკებდნენ. ეს მაშინაც უნდა თქმულიყო, მხოლოდ მოგებულის მხარეს, ძლიერის მხარეს უფრო სწორედ. ეს არ ვარ. და მე ვფიქრობ, ეს რაღაცნაირად ეს პოზიცია უნდა გადაიხადოს. მასშტაბებულ ეკლესიაში არ არის არც ერთი საეკლესიო პირი. ან ბერი, რომელიც არ იყოს ხელდასხმული, ან დასტურმიცემული ილია მეორის მიერ. ეს არის უნიკალური შემთხვევა და ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდება, შესაძლოა აღარ ასრულდეს. ნამდვილად. ამ გაგებით ეს ამბავი დასრულდა, დამთავრდა და გადავდივართ სრულად ახალ ეპოქაში და ეს ეპოქა რაღაცნაირად ყველა ერთად უნდა გავიაროთ. ვერ წარმომიდგენი ადამიანი, რომელსაც ახლა უნდა უმეტესი ადგილის დაკავება რა. ეს იმდენად დიდი ამბავია რა. ტვირთი, ჯვარი, უმძიმესი ჯვარი, რომლის აწევაც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელია. აბსოლუტურად შეუძლებელია და დღევანდელი მდგომარეობა ქვეყნის საკმაოდ დამაფიქრებელია და საკმაოდ რთულია. სოფლიოში არის ასეთი მდგომარეობა და ილუზია იმის შესახებ, რომ ჩვენ ესე იგი ვიქნებით რაღაცა კუნძული, რომელსაც არავინ შეგაწუხებს. არავინ შეეხება და არავინ შეგვაწუხებს, ეს არის ილუზია. 1918-21 წლის მოვლენები დემოკრატიული საქართველოს ასე ვთქვათ, ტრაგიკული ბედი განაპირობა არა მარტო იმან, რომ ასე ვთქვათ,
რაღაც შეცდომები დაუშვით და კი. მარტო ამან არა. პირობა რომ ჩვენ აღმოჩვით მოკავშირეები იმ გარეშე. სოფლიო ძალებისა, რომლებიც ომში დამარცხდნენ. დიახ. და ჩვენც დამარცხებულთა რიგებს მიგვაწერეს და მოგვექცენ ისე როგორ დამარცხებულ ბანაკს. ნამდვილად ეგრე იყო. ნამდვილად. ხო და ერთის მხრივ ესე იგი ეს რაღაცა ნეიტრალური პოზიცია უნდა მივიყვანოთ იქამდე რომ ორივემ დაგვაყაროს ორივემ გულმოდგინეთ. არ არის ეს გამორიცხული როგორც ხედავთ ამის ნიშნები ირანი იმუხრება დასავლეთი ჩვენ თვითონ არ მოგვწევს რაღაცა ესეთი შანსები მეორე ბიმეორებ თუ არ უნდა აღმოჩნდეთ დამარცხებულთა ბანაკში ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სწორედ ძალიან მძიმე დაამთავრეთ უფრო მძიმედ ვიდრე 1901 წელს განსხვავება იმ ახლა რაც არ უნდა იყოს საჭიროა რაღაცა კონსენსუსის საერთო ნიადაგის მოძებნა. საერთო ნიადაგი უნდა განვანახოთ. ოქროს შუალედ ალტერნატივა არ არის. ერთმანეთის დამცირებისა და ძალადობის გარეშე. სინამდვილეა, იმან თავი უნდა დაანებოს ამ საქმეს. მე მინდა თხოვო ქართველ მშობლებს, არა ქართველ მშობლებსაც საქართველოსთან. მუშვებთ შვილებს რუსეთში, რატომ? რა ყოფილა? რადგანაც შესავსებია ის სადარბაზე ესე იგი უნივერსიტეტის არა ის ნომრების რაოდენობა უკრაინაში რუსეთის მხრიდან ესე იგი სტუდენტთა 2%-ს უკეთებენ რეკრუტიზაციას საომრად უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, არავის არ უნდა, ხო, ბუნებრივია ახლა არც რუს უნდა წასვლა საომრად იქ ახალგაზრდა მიზიმედეს არც სხვა სექტორება. და მოვიფიქრებიათ, რომ რადგანაც არავის არ უნდა, ნიშნების მიხედვით, თუ ხარ ხუთოსანი დაგტოვებენ ბრონი, 4-osani 60-ს უშვებენ. და აქო მიკითება პროფესორებისთვის, ახალი პროფესორები უმრავლესობა ხარ რუსეთში არიან, როგორც რუსეთის პატრიარქია, ასევე სინოდის წევრები დიდი ნაწილი მომხრეა ომის უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის ამოწყვეტა უნდა და ამ პროფესორების დიდი რაოდენობას იგივე უნდა. ეს პროფესორებს ეუბნებიან, დაუწერეთო დაბალი ქულები, რომ მეტი საშუალება იყოს. თხოვთ ქართველებს, არა ქართველებს. მუშვებთ სასწავლებლად შვილებს რუსეთში. მე გვიან იქნება. თუ არის საშუალება გააქვთო ისწავლონ გერმანული და თუ მაინც საქართველოში ჯობია საქართველოში ისწავლონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან ძლიერია, თავისუფალი უნივერსიტეტი, მაგრამ თუ მაინც უცხოეთი უნდა გერმანული ისწავლონ კარგად და უფასოა სწავლება თუ ჩააბარებ გერმანულს და ასევე სხვა უნივერსიტეტში უბრალოდ ევროპაში სხვაგან უფრო ფასიანია სწავლება გერმანიის გარდა. ჩვენ ხო ვიცით და საზოგადოებასაც უთხრათ, რომ ძალიან მაღალი რანგის მეცნიერები რუსეთიდან ყველა ევროპაშია წასული. იმიტომ ანაზღაურებაზეა დამოკიდებული ძვირფასო ვინც მეც გადაუხდის, ხო ეს ეკონომიკური თეორიის ძალიან საწყისებია, იქ მიდის პროფესიონალი. თუ პროფესიონალი არ არის დარჩენილი რუსეთში განსაკუთრებით ასეთ მაღალი რანგის მეცნიერები, მაშინ იქ სწავლას რა აზრი აქვს? მეორე მეცნიერება არ ისწავლება ბატონო თემურ თავისუფლების გარეშე. თუ მეცნიერი თავად არ არის წამყვანი მეცნიერი, ანუ ოსტატი, თუ არ არის თავისუფალი, ის ვერ აღზრდის თავისუფლად თავის მოსავლეს და თუ ეს დაშვება ნამდვილად ასეთია, მაშინ ქართველებმა ძალიან ფრთხილად ვიმოქმედოთ რუსეთში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გადაბულები ვართ კულტურით, კირიონ მეორე საზაგლიშვილის წიგნი წაიკითხონ რუსეთის კულტურულ ისტორიაში ივერიის როლისა და რამდენი რამ აქვს გაკვეთებული საქართველოს რუსეთის წინაშე, მსგავსი 20% გაეკეთებინა დიდ რუსეთს ჩვენთვის, მაშინ კარგად ვიქნებოდით. ყოველ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ავტოკეფალია ჩვენ გავუქმებული გვაქვს სწორედ რუსეთის ხელით და ის რიგი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის მეხუთე, დღეს არ გვაქვს, ისევ მეექვსეზე ვართ. ამის გარდა სხვა ბევრი რამე ჩვენს ისტორიიდან წაშალეს. აი კრემლის ისტორიაზე მინდა ვთქვა, ახლა რა ვიყვები ახლა ამბებს, იმდრო თუ ჩვენთან თანამშრომლობას აპირებს და უნდა რომ საქართველოს როგორც ასე გამოდის რომ რუსეთი დედა იყო
ხოლო საქართველოს მამა რომ მამაკაცური გავლენები ძალიან ბევრი იყო, ნუ შეიძლება ეს გაიღნოს საზოგადოებას, მაგრამ არა მარტო ამითი, არამედ მეცნიერებით, კულტურით ის ძალიან დიდ და ბევრი რამე ყავდა. პოლონეთმა ეს ვერ შეასრულა, გერმანიამ ვერ შეასრულა, სხვათა შორის ახლა თუ ამ კუთხით გადავხედავ, სამეფო კარები ერთმანეთს იყო დაქორწინებული, სანამ საქართველოს მხრიდან არ მოხდა ეს. ჩვენ ასეთი ვალდებულება კი არა გვაქვს, არამედ ღმერთმა შეკვრა. მაშინ იმან იგივე მადლიერებით უნდა გამოხატოს შენს მიმართ და ტერიტორიების წართმევა ჩვენ ახლა ყოველ შემთხვევაში წართმეული თურქეთისგან გვაქვს ადრეულ პერიოდში ისევე რუსეთის პრობლემებიდან გამო მოხდა ჩვენ ტერიტორიების დაკარგვა. ნუ ჩვენი პრობლემებიც იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად აფხაზეთ და ოსეთი ჩვენ შემადგენლობაში არ არის, ანუ მე ვამბობ სამართლოს გულისხმობ ახლა. რატომ არ ჟღერდება? თუ იმას სურვილი აქვს ჩვენთან მეგობრობა, თანამშრომლობა, აი ესეთი კუთხით დაგვანახოს. მოკლედ ქართველებო, ყურადღებით იყავით, თქვენი შვილები არ გაუშვათ იქ, სადაც ძალიან ცუდი რამ ელოდება მომავალში. შევადაროთ ორი ქვეყანა, ჩინეთი და ამერიკა. ახლა ჩინეთმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია საინჟინრო მიმართულებით და შემდეგ, მაგრამ მაინც უზუსტეს ტექნოლოგიებში, აი ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებში მაინც წინ არის ამერიკა და ევროპის ქვეყნები ზოგიერთი, ვიდრე ჩინეთი. თუმცა ჩინეთი ვიმეორე. ყოველი 100 აბიტურიენტიდან 20 მიდის საინჟინრო სპეციალობებში. მაღალ დონეზე, მაგრამ ულტრა თანამედროვე ზუსტ მეცნიერებებში ამერიკა წამყვანი. იმიტომ რომ აქ სწორად ბრძანა ბატონო გია. თუ ალბერტ აინშტაინი არ იქნებოდა თავისუფალი, ვერ შექმნიდა დიდ თეორიას. ამიტომ მეცნიერს ჭირდება სრული თავისუფლება, რომ მან მაქსიმალურად თავისი ნიჭი გამოადგინოს. მე ვისურვებდი, აი თქვენ მინდა თქვენი აზრი ბრძანოთ, რომ ერთხელ მაინც საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი სუფთა არჩევნები. საქართველოს პატრიარქის არჩევნები ეს არ არის პატარა საქმე, ეს არის ისტორიული მომენტი, რომელსაც გავლენა ექნება 20-30 წლით და შემდგომში მერე კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ მე როგორც ერთი მეცნიერი რიგითი, ასევე მორწმუნე ადამიანი და მრევლი რიგითი ვისურვებდი, რომ საქართველოს სინოდა, წმინდა სინოდმა აირჩიოს ის პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად საქართველოს სამოციქულო ბატონ გიამ ბრძანა. მეხუთე ადგილზე ვიყავ. უნდა დაბრუნდეს. ეს ამოცანა უნდა შეასრულოს შემდეგმა პატრიარქმა. დიახ, და ამ სიტუაციაში მე მოუწოდებ ყველაზე უკეთეს, რასაც გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას არ მოუწოდებს. ის ყოველთვის იქნება ჩარეული ამაში. ის ეცდება, რა თქმა უნდა, თავის კაცი გაიყვანოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება შეუძლია ყველაზე დადებითი გააკეთოს, არ ჩაერევს არჩევნები. თქვენი აზრი ბატონო. შემდეგ პატრიარქს ძალიან ძიმე როლი ერგება. იმიტომ რომ საქართველოს კანონიკურად ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვიცით ბატონო თემო, რომ 1700 წლისა სახელმწიფოებრივად ქართული ქრისტიანობა, მაგრამ დაახლოებით 1900 წლის ცოტა მეტიც ფაზისელი, მარგენ ფაზისელის მამა პალმოსი იყო 65 წელს არჩეული ანდრია პირველწოდებულის ხელდასმით პირველ ეპისკოპოსად. ეს ხო ისტორია ჩვენი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერგება სწორედ ის, რაც ჩამონათვალში რიგით მეხუთე იყო ივერიის ეკლესია. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, არ დავიმსახურებთ არა, ეს განსაზღვრა უფალმა თავად ღვთისმშობელმა. ეს თანრიგი როგორა განსაზღვრული ეს საეკლესიო პირებმა, თეოლოგებმა კარგად იციან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
თუ სურვილი აქვს კეთილ მეზობლობა, მაშინ რუსეთმა უნდა დაგვიტყოს ეს ადგილი. და აი საქართველოს პატრიარქი, რომელიც იქნება შემდეგში და ამას აღასრულებს და გააკეთებს ამას, ჩვენ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად იქნება ქართული ეკლესია საქართველოს წიაღში ის, რაც საქართველოს 2000 წლის განმავლობაში ქრისტიანულ სამყაროში ელოდება ის სიხარული, რაც აუცილებელია ქართველი ერის ის, რაც ივერიის გამწყინება ქვია. სხვა შემთხვევაში ივერიის გამწყინება თეორიულად დაუშვებელია. მადლობა და მე რომ ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, რომ არ ჩაერიოს არჩევნებში, ამის შემდეგ, როცა ჩატარდება თავისუფალი არჩევნები პატრიარქის, შემდგომში საქართველოს პარლამენტის თავისუფალი არჩევნები და მოსახლეობა დაიჯერებს, რომ ეს ორი არჩევნები არის თავისუფალი, მხოლოდ ამის შემდეგ ერი და ბერი ერთად დადგება ბოლომდე, შემდგომში იქნება პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი ამ ორი პრინციპით უნდა გზა დაუთმოთ პროფესიონალებს ხელისუფლებისკენ, შემდგომ პარალელურად შრომა და საქართველო მხოლოდ ამ შემთხვევაში გაბრწყინდება. ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს ერთ-ერთი ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ის ტრადიციების ერთგულია, ქალისადმი პატრიოტიზმის ტრადიციული წესები, სულიერების აპოლოგეტია. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ჟურნალისტი ეს არის ფარისეულობა მეტი. შუა ქალაქში ჟურნალისტები ისინი მაგათ გაწირეს. ხელისუფლება ეს არ გამოიძინა. არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი თავმოყვარე ხელისუფლება არ დააპატიმრებდა ისეთ პიროვნებას, როგორიც არის პაატა ბურჭულაძე. ის კი არა და უმიზეზო და პროვოკაცია მოუწყეს და ისე დააპატიმრეს. გესმი? პროვოკაცია მოუწყეს პაატა ბურჭულაძეს, კაცო. უშინდა დღეს გაავრცელეს ახალი ისა, რომ თურმე ესენი კი არ იჭერენ და აპატიმრებენ აი ამ სინდისის პატიმრებს. ისინი ეჭერინებიან. აი ეს დაიწყეს გავრცელება. ახლა ბატონო ვახტო 31 მარტი კი მოგახსენებათ რეფერენდუმის დღე არის, უდიადესი დღე შეიძლება ითქვა. 9 აპრილი ხომ მოხდა არა და რა მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ გაიხსენეთ. ესე იგი ის ემოცია რომ ვიყავით, რა ვიცი, დავფრინავდით და ეს ამ ეიფორიაში მახსოვს 12 თუ 13 აპრილია და ვარ ზვიადის კაბინეტში. ზვიადს 4-5 კაცი ვიყავით და ამ ეიფორიაში რო ვარ და დემო ხუმრობს და იუმორის პატრონია და ამას წინათ გავახსენე ეს ამბავი და მითხრა მაგას რა დამავიწყებსო და უცებ ზვიადმა რაღაცა თითქოს გაფიქრდა, მოიწყინა სავით რაღაც სევდა შეეპარა და მე შევამჩნია ესა და ზვიად მეთქი ცუდად ხო არა ხარ რაღაცა ხო რა გჭირდა არაფერი არა მე მოვიდნენ ისიც ემოციისიც და ისიც და შემოვეხვია და თქვი რაშია საქმე რა მოხდა და კარგითო რა კი მაგრამ მე გეტყვითო რა ამასო მეო კრემლი არ მაპატიებსო სიცოცხლით მაგებინებენ ამაზე პასუხს. კაცმა იცოდა რომ წინასა რაზე მოაწერა ხელი. თავის განაჩენზე მოაწერა ხელი. სიკვდილის განაჩენზე მოაწერა ხელი. ეს გარეწრები ყიდიან ამ საქართველოს 11 მარტი არ იყო მიზანი. მიზანი იყო 9 აპრილი. და შეგვეძლო რეფერენდუმის გარეშეც. რა თქმა უნდა. მაგრამ ის სულისკვეთება, რაც ამ პროცესში ჩაიდო, ის ერთობა, რაც ამ პროცესმა ფართო მასების თანამონაწილეობა ჭირდებოდა ამას. საზოგადოების თანამონაწილეობა და თან ტერიტორიებზეც, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენს იურისდიქცია გასულია. ფაქტობრივად ჩვენ არ გამორჩინება და გაუგებრობა ჩვენგან იქა ჩატარდა ეს ტერიტორიაზე გვაღიარეს რეფერენდუმი ჩატარდა წინააღმდეგობებისა და შეტაკებების გარეშე. ამ სულს თავები შეეწირა რა თქმა უნდა 200,000 ზოგი უსახელოდ ზოგი სახელი შემორჩა ისტორიას მაგრამ ეს თავების სულისკვეთება იყო და ჩვენ აღმოჩნდით მაშინ იმ ვითარებაში იმ დარბაზში სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეს გახსოვთ ესე იგი რიჩარდ ნიქსონი რო ჩამოწვიდა რომ კითხა ზვიადს რომ კი მაგრამ რა გინდოდა რეფერენდუმი ესე შეგეძლო გამოგეცხადებინო ზვიადმა უპასუხა არა ბატონო
მე ჩემ ხალხს ვერ დავეკითხე ისე გადაწყვეტილებას ერთ ნაბიჯს არ გადავდგა. ხო, დამოუკიდებლობის დღე არ არის 9 აპრილი. ხო, დღეს ოფიციალურად ამას სახელმწიფო არ აღნიშნავს. კი, დამოუკიდებლობის აქტი აღდგა ამ დღეს, მაგრამ ოფიციალურად ლომის დღეა. ბატონო აზორ და საქართველოს ყველა ხელისუფლება ნებისმიერი ყველანაირად ცდილობს შეგნებულად თუ ყველას ეხება აბსოლუტურად ეს შევარდნაძე გასაგებია კაცო ხელისუფლებას ებრძოდა და აბა რას იზამდა ორ ხელისუფლებიანი იყო სამოქალაქო შემდგომ სააკაშვილი მოვიდა რა გააკეთა ნუ 9 აპრილი ჩაანაცვლა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს დაფიქსირებული იყო მაშინ და 26 მაისი ხო იყო ამის შემდეგ ესენი მოვიდნენ ამათმა ზუსტად იგივე ანუ ესტაფეტას ხედულობს ყველანი ერთმანეთისგან აქ რა არის პასუხისგებლობა არის არა მარტო დღევანდელი თაობის მიმართ არა მომავლისადმი არამედ წარსულისადმი დაღუპულისადმი და ეს არის გაერთიანებული ერთ დიდ ორგანულ კავშირში ამიტომ იყო გენიალური ეს ნაბიჯი დიდგორის ომში 1000-ობით ქართველი დაიღუპა რა ახლა ვინ სხვერპლას ვინ გლოვობს მაგრამ ეს არ არის გლოვის ეს არის გამარჯვება ის ხალხი რომ დაიღუპა და გამარჯვებას მიაღწია ესე იგი იყო აი ამ გამარჯვების შემოქმედი ეს არის სულ სხვა რეალობა ის წითელი ხაზის მაგათმა გადალახეს ტოტალურ კრიზისში იმყოფებიან უკვე ტოტალურში შეთანხმების გარეშე აქ არაფერი მაშინ სამოქალაქო დაპირისპირება ამათთან შეთანხმება არ არა მაგრამ იმედი აქვს ის რომ ტრამპმა თავისია არასერიოზული პირდაპირ ამბობ ვითომ არასტანდარტული იმით გახლიჩა ეს ანგლოსაქსონური სამყარო რომელიც 300 წელი დომინანტია და მთელ მსოფლიოს მართავს კაცო მე შედეგი იქნება იმის და მიხედვით როგორი ეფექტური იქნება შენი პოლიტიკა შედეგი ეგ იქნება ირანის საკითხს როგორ აგვარებ როგორ ხდება ევროკავშირის და ამერიკის კომბინაცია ახლა ტრამპი რო ამბობს იმიდან ნატოდან გამოვალო ნუ ეს ახლა კოშმარული განცხადებაა ამიტომ თამაშობენ ესენი ამიტომ მიეცათ ამათ რაღაცას ებედი და თუ შეხედეთ ვის აგინებენ ესენი ყველაზე უფრო გახსნათ ევროკავშირი თამაშობენ ბატონო ავტო წინააღმდეგობაზე რომელიც შეიქმნა ევროკავშირსა და ამერიკას შორის და უნდა ამ ღრიე წყალში წყალობით და თევზი დაიჭეროთ და იგივე ტრამპა ამასინათ იმის სანქციები გაახანგრძლივა ბაიდენის რუსეთთან მიმართებაში რაღაც იმიტომ რომ ნოემბერში არჩევნები აქვს იქ თუ წააგო მოუწყობენ საშინელებია შეიძლება ეს დამთავრდეს იმპიჩმენტი თან ჩვენ ყავს ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ ირანის ელჩი და იმისის რომელიც მუქარით ელაპარაკება პირდაპირ ეგ არის საშინელი ამაზე ელჩის დაბარება არ ხდება ამაზე პასუხის მოთხოვა არ ხდება ამაზე არც გაძევება კი არა არც შენიშვნა და არც არაფერი იმიტომ სახელმწიფო არ არსებობს ზამიდის ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლა ავიღოთ რუსეთის მოქმედება იმაში უკრაინაში ეს ხო არის ბარბაროსობა ეს არის თვითმიზანი ბოროტების ინმე შემეკამათება შეიძლება რომ აი ამერიკა რო ირანში აკეთებს ეს არ არის ერთი და იგივე არ არის ერთი და იგივე პირიქით ირანი არის ბოროტება რუსეთის ნაწილია როდესაც შენ იწერია სახელმწიფო იმაში იდეას და მიზნად რომ უნდა განადგურდეს ისრაელი ეს იგი შენ რა სახელმწიფოა ეს იგი ეს არის ბოროტების სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება წოდებული უსმენს და უჭერს მხარს ბოროტებას რუსეთს და არა უკრაინას ესე იგი თვითონაც არის ბოროტება ეხლა მე თვალსაჩინო გაგერ ეს ბავშვები რომ დაინვალიდეს გაუბედურეს ეს არ იყო არაფერი სხვა გარდა თვითმიზნისა რომ აკეთოს ბოროტება როდესაც ამითი გული ვერ იჯერეს ბოროტებით ვერ მოიფხადა გადავიდნენ ძალებზე ესე იგი ცხოველებზე ამ უსუსურ არსებებზე აქაც ახლა როცა ბოიკოტს აპირებ პოლიტიკური ძალა ბოიკოტი არ არის ადვილი საქმე სულია როცა დაუმორჩილებლობის მოწყობის უნარი გაქვს ისე შენ ხარდაჭერა გაქვს და ძალაც აქვს ეს განახორციელო თუ ამას ვერ ახორციელებ და ისე ამბობ რომ ამას გავაკეთებ ეს არ არის რა თქმა უნდა და აი ამ შეცდომების
სოციალობების ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი შეფასებელი არის ხალხი. ის რაც მოხდა პატრიარქის დაკრძალვის დღეს, იყო ქართული საზოგადოების გადაწყვეტილება და ამას რასაფუძველი ჰქონდა. საერო ხელისუფლებით უკმაყოფილო ქართულმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ამით გამოხატა. აი ეს გამოხატა თავისი დამოკიდებულება სხვა არჩევანი ხელისუფლებამ მათ აუტოვეს სხვა არჩევანი. აი ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნებით, თავისი გრძნობით, თავისი ცრემლებით და თავისი პატივისცემით. ხელისუფლებამ სადაც სათავისოდ გამოიყენა მინებარება. არ გამოვიდა. ეხლა მე არ მსმენია რომ ხელისუფლების მაღალთანადობის ყველა წარმომადგენელი ერთი და იგივე დღეს ერთი და იგივე ასე ვთქვათ დაკრძალვის პროცესში ყველა სიტყვით გამოდიოდეს. ამიტომ ხელისუფლება უნდა გონს მოეგოს და ხელისუფლება სამწუხაროდ განცდა არ აქვს ჩვენს ხელისუფლებას რომ ის თავისიანის და მოწინააღმდეგის ხელისუფალიც არის. აი რომ აკორდიები პოლიტიკურ ფიგურებს მათი პოლიტიკური სიმაღლე არის ზუსტად იმდენი რამდენი სკამის სიმაღლე. ნამდვილად. შინაგულად ეთქვა. არის ორი ტიპის მართველი. ერთი მართველი არის, რომელსაც უნდა რომ გარშემო ყველა იყოს სუსტი და თვითონ მათ ფონზე ჩანდეს. საქართველოს პოლიტიკაში არსებობს მხოლოდ ერთი პიროვნება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რაც ეხება აზერბაიჯანს, ჩვენ გვესმის, რომ იქ, რა თქმა უნდა, იქაც ერთია, მაგრამ იმ ერთმა, რომელიც ვთქვათ, ერთია, შეძლო ასე თუ ისე რაღაცა პოლიტიკური მანევრებით დაიბრუნა თავისი ტერიტორიები. ამიტომ ბუნებრივია მოსახლეობის ნაწილი ყოველ შემთხვევაში შეიძლება დიდი ნაწილი მას მხარს უჭერდეს იმის გამო რომ რაღაცა გააკეთა. ჩემი სამშობლოს საქართველოს ვთქვათ პრემიერ-მინისტრი რომელიც კონსტიტუციის რომელიც ჯერ არსებობს პირველი პირია ფაქტიურად იქ უბრალოდ რაღაცნაირად ფუნქციის გარეშე იყო და არ არის ეს კარგი ასეთი მართვა არაფერს სასიკოთოს ჩვენ არ მოგვიტანს. არის მეორე ტიპის მართველი, როგორც იყო თუნდაც იმ პერიოდში, როცა სამეფო იყო დავით აღმაშენებელი, რომელიც კონსულტაციებს გადიოდა არა მარტო თავის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან, იყო ალბათ კიდევ ჯგუფი, სადაც გადიოდა და გარშემო ყავდა გადაწყვეტილების მიმღები, ყოველ შემთხვევაში რეკომენდატორები, რამოდენიმე პიროვნება და საბოლოოდ თვითონ ღებულობდა გადაწყვეტილებას. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში იყოს ისეთი მართვა, რომ პირველი პირი იყოს ძლიერი, გარშემო იყოს ძლიერები, რადგანაც პირველი პირი, როცა გარშემო ძლიერებია, ფორმაში იყოს მუდმივად და ამით იგებს ვინ? სახელმწიფო. ფაქტიურად, აი ამ ხელა დონის ადამიანი ჩამოვიდა მთელი თავის აპარატით და პრესკონფერენციაზე არც ერთი ჟურნალისტი არ მიუშვეს, ესე იგი აშკარად და ახლა Facebook-ში დღეს უკვე წერია დღეს და გუშინაც დაიწერა უკვე საღამოს, რომ აი კობახიძემ გაყიდა გარეჯი. რატომ არ მიუშვა არც ერთი, იმიტომ რომ ჟურნალისტი რო შესულიყო, ესე იგი აუცილებლად კითხავდა, აი გარეჯის ამბავს კითხავდა. აი ის ჟურნალისტი თუ ვინ იყო ის ახლა რომ დეპორტაცია გაუკეთეს, იმაზე კითხავდა, იქ მუხთარლი რო იყო თავის დროზე, იმაზეც კითხავდა, იმიტომ რომ უამრავი კითხვებია. ესე იგი ქვეყანაში ყველაფერი კეთდება დამალულად, ჩუმად და საზოგადოებისათვის დახურულად. ჩვენ როცა ვამბობ დასავლეთი გვინდა, ჩვენ გვინდა აი ესეთი დასავლეთი, როგორც ჰოლანდია არის, ნორვეგია არის, შვედეთი არის, შვეიცარია არის, სადაც მინისტრები ველოსიპედით დადიან, არანაირი დაცვა არ არის. იგი ჩვენ როცა ვამბობთ ევროპა გვინდა, ჩვენ გვინდა აი ასეთი კულტურა გვინდა, ჩვენ ასეთი განათლება გვინდა, ასეთი სასამართლო გვინდა დამოუკიდებელი, სადაც ვერანაირი პრეზიდენტი ვერ ჩაერევა საქმეში და ვერაფერს ვერ აზრათაც არ მოუვა. აზრათაც რომ მოუვიდეს არ გამოუვა. ტეხასის უნივერსიტეტის ამერიკაშია
სერიოზული კვლევა იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში და იქ მათ მივიდნენ ესე დასკვნამდე. თუ სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია არის 2.5%-მდე, მაშინ სახელმწიფო მდგრადია. თუ კორუფცია არის 2.5%-დან 5%-მდე, ეს გარდამავალი ეტაპია მდგრადობიდან უკვე სრული დაშლისკენ. საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა 91 წელს, სახელმწიფო სტრუქტურაში კორუფცია ყოფილა 12%. სახელმწიფო ჩვენ თუ გვინდა იყოს ძლიერი, დავადგეთ სიძლიერესაც. ჯერ ერთი მე მიმაჩნია რომ ეს ვერ მოასწრო ალბათ ზვიად გამსახურდია რომ უნდა უშიშროების დოსიები ყველა პიროვნებას უნდა გამოეტანა ეს ხალხისთვის თუ არა და ყოველ შემთხვევაში ის ხალხი რომელიც იყო საბჭოთა კავშირის აგენტი და უშიშროების ის იყო მას უფლება არ უნდა ქონოდა გამხდარიყო პარლამენტის წევრი მინისტრი და ასე შემდეგ ეს სამწუხაროდ ვერ გაკეთდა არის საუბარი უშიშროებამ დროზე გაიტანა ესო პირველი ეს უნდა ილუსტრაციის კანონი მივიღოთ ასე გააკეთა პრიბალტიკა. სულთა ბიოგრაფიის პროფესიონალები უნდა დაწინაურდნენ ქვეყანაში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირველი პირი გნებავთ, პარლამენტარი გნებავთ, მინისტრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური და ფინანსური აბლაბუდაში იყვნენ ადრე გახვეული. ჩვენ საზოგადოებამ უნდა თქვას ის პოლიტიკოსები რომლებმაც წინა ხელისუფლებაში ზვიადის შემდეგ რაც იყო გააკეთეს დიდი ფული მერე ზოგიერთმა ეს ფული დაბანდა და დღეს ესე იგი ქველმოქმედები დაგვიბრუნდა ზოგს ინგლისში აქ ბევრი რაღაც მერე სააკაშვილის დროს ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა ფული და დღეს დაბანდეს ის ფული პარტიებში და გამოვიდნენ როგორც დემოკრატები და კი ბატონო ამერიკა და ევროპაზე ორიენტირებული მაგრამ სად იშოვეს ის პირველი მილიონი სად იშოვეს ის ფული დღეს რომ ასე პარტიებს ინახავენ რაც ეხება ოცნებას ნუ აქ ბუნებრივია აქ სამწუხაროდ ყველაფერი არის მაღალ ხელფასზე, კორუფციაზე, ფულზე დამოკიდებული. ამიტომ თუ გვინდა გამოსვლა კრიზისზე, უნდა ვთქვათ, ის ხელისუფლება სააკაშვილის და საიდანაც წამოვიდა ეს პარტიები, ზოგ საკითხი რაღაცა კარგი გააკეთეს. ბევრი ცუდი. მადლობა არ გვინდა ჩვენ რომ ის სახეები რომელიც პოლიტიკაში არიან უკვე 30 წელი, ყოველ შემთხვევაში 25 წელი ერთხელ იგივე უნდა პოლიტიკაში შემოვიყვანოთ მოსახლეობა ის ახალგაზრდა პროფესიონალები 50-55 წლის გნებავ 60 წლის ვისაც გამოცდილება აქვს ახლა არის იაპონია იქ მე მგონი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება ახლა ზუსტად ციფრი არ მახსოვს 60 წელს თუ არ ახარ გადაცილებული არის ეგრეთ წოდებული ექსპერტები რაც არ უნდა სისულელე გააკეთოს რაც არ უნდა ცუდი საქმე გააკეთოს არის დიდი ფენა საზოგადოების რომელიც როგორც კი ეს მოვლენა გახდება ცნობილი მაშინვე იწყებს ამის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ გაправებას ეს დიქტატორული ხელისუფლებები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ საერთოდ აზროვნების უნარი დაუკარგონ მასებს თუ ჩვენ ნეპოტიზმს კორუფციას საარჩევნო манипуляციებს აი ამ სამ მოვლენას არ გაუტოლებთ სამშობლოს ღალატს და ღალატის შესაბამის პუნქტს კოდექსში არ აღვადგენთ ისიც არ აგვაქვს არ აღვადგენთ და მერე კიდე აი თუ სამშობლოს ღალატით დაისჯება ადამიანი რომ რამოდენიმე თაობაში ეს აუცილებლად გავრცელდება აი მაშინ მე დარწმუნებული ვარ რომ ბიძინა იქნება თუ კობახიძე იქნება თუ იგივე ღარიბაშვილი იქნება დაფიქრდება
თუ მიდიხარ მართლობაში შენ იქ აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და შენ იქ არანაირი საეჭვო მოქმედება არ უნდა ჩაატარო. ყველაფერი არის თავში ვინ არის, რომ პირველ პირად უნდა მოვიყვანოთ სუფთა ადამიანი, რომელიც იზრუნებს საქართველოს. კი ბატონო, ხელფასი უნდა კონდეს მაღალი. იქ გოლდა მეერმა თქვა, ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა კონდესო ჯარისკაცს, მასწავლებლებს და ექიმს. დღეს ჩვენ რომ ხედავთ ჯარისკაცს, რომელიც ბრძოლობს ან დაუშვათ არის იქა, მასწავლებლებს და ექიმს აქ 5-ჯერ, ზოგ შემთხვევაში 7-ჯერ ნაკლები ხელფასი, ვიდრე პარლამენტში ბჯდო პიროვნება ზოგიერთს, რომელსაც წიგნის სათაური არ აქვს წაკითხული. ამიტომ უნდა როგორმე მოვიყვანოთ ახალი სახეები, სუფთა ხალხი, პროფესიონალები და პირველი პირი. ის უნდა იყოს სუფთა პიროვნება. უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი, დანაშაული, აი როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ნორვეგიაში, საერთოდ იქ კორუფცია ვერც გაიგებს ადამიანი, რომ მისი მინისტრი კორუმპირებული და შემდეგ. ჩვენი ხერხი საქართველოს ჩემის აზრით, აი რა უნდა იყოს. ამერიკა ძირითადი ხერხი უნდა იყოს, ჩინეთთან ეკონომიკური პროექტები და პოლიტიკურად ხილი ურთიერთობა, რუსეთი ხო ვიცით მინიმალური დამოკიდებულება, პრაგმატული ურთიერთობა და ზოგადად მაინც საქართველოსთვის არის ევროპული წესრიგი, ამერიკული უსაფრთხოება. მე ყოველთვის ბოლო პერიოდში, ბოლო საუკუნეებში, როცა ძალიან ძნელბედობის ხანა ჰქონდა, მუდამ ბიბლიური გადარჩენისთვის. ჩვენი სახელმწიფოებრიობაც იყო ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვიყავით ბასტიონი ქრისტიანობისას, გარკვეულწილად გვაძლევდა რწმენას, დიდ ენერგიას, შინაგანად და ბევრი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი თუ ასე შემდეგ, აი დავით ლონგის მაგალითად ამბობს, რომ საქართველოს ისტორიას თუ ეცნობი, ღმერთი წამეფ, იმიტომ რომ თუ არა ღმერთის არსებობა, სხვა შემთხვევაში ეს ერი აღარ უნდა არსებულიყო. ამ კანონზომიერებებიდან გამომდინარე, ძალებიდან, ძალთა თანაფარდობიდან გამომდინარე და რასაც ერმა გაუძლო. მაგრამ ერთ ყოველთვის ყავდა ესე გამორჩეული მხედართმთავრები, მეფეები პირველ რიგში, რომელიც თავს წირავდნენ ახლა დიმიტრი თავდადებული, ამდენი წმინდანი მეფე ყოფს, დიმიტრი თავდადებული, ლუარსაბ მეფე, არჩილ მეფე, ქეთევან დედოფალი. და ის კი რა დროს ლექსია, ვინც არის ყოლდახმრით შემომარდაო ერეკლე ბატონიო. ერეკლემ ახლა ფიზიკურად გადაარჩინა საქართველოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაუძლო და შექმნა ძალა, მაინც ამ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებიდან გამომდინარე და მართლმადიდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირი დაიჭირა, დაიმედ და იმით, ამას ნიშნავს, რომ შენ არავის იმედად არ უნდა იყოს, შენ უნდა იყოს შენი თავის იმედად. ყოველთვის ადამიანი გარე ფაქტორებზე აკეთებს აქცენტს და დომინირებს გარე ფაქტორები, ის ყოველთვის კი არა უფრო ხშირად წაგებული აღმოჩნდება და ბოლო მომენტში როცა ცნობილია რომ ხელი ჯერ ვახტანგ მეექვსეს მოტყუებით პეტრე პირველმა დააპირისპირა ასე იგი ირანთან, მერე მთლიანად ვახტანგ მეექვსე გაიქცა რუსეთში და დარჩა სამეფოს გარეშე ეს ჩვენი ქვეყანა მეფის გარეშე და დიდი უბედურებები მოხდა მაშინ. მაშინ გაჩანაგდა ატენის ხეობა. ნატიანა წერს, რომ ავღანელები წამოიყვანეს ირანელებმა და როგორც გოგრები ეგრე მოგორავდნენ თავები და ძალიან მცირე გამოსაწყენი თუ არ იქნებოდა პირდაპირ ხოცავდნენ. რაღაცნაირად გადავჭით ფიზიკურად. მე ბოლოს აღმახმად ხანის შემოსევების დააფინანსა გარკვეულწილად რუსეთმა და ერეკლემ ეგეთი ფული გამოუშვა ორთავიან არწივს თავი მოჭრა და თავი ძირზგდია განრისხებულმა, ხო? აი მოვედით მე დღემდე 21 წელი, ხო, გამოაცხადა დამოუკიდებელ ღვთისმადლით დაინგრა ეს იმპერია და ბოლო-ბოლო მაინც ის მოხდა, რომ ისევ რუსეთმა, ისევ შიდა, ისევ ქართველების ხელით, ისევ სტალინი, ისევ ორჯონიკიძე და ისევ დაგვიპყრო. ბოლოს აგერ ახლა 9 აპრილი იყო და მინდა გამოვეხმაურო ამ ამბავს ამ მძიმე მარხვის პერიოდში. ხო და 9 აპრილი არ არის ეს გლოვის დღე მარტო. ეს არის დიდი გამარჯვების დღე, იმიტომ რომ
როგორც უფალი ეწამა გაეკრა ჯვარზე, მაგრამ იყო მე გარდაუვალი აღდგომა და აღდგომა ხო აი ბატონმა ზვიადმაც თავის დროზე ამ რეფერენდუმით აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა ხო? თანახმახარ თუ არა საქართველოს აღდგეს 26 მაისის რეფერენდუმის საფუძველზე რა ესა კონსტიტუციის საფუძველზე და მოსახლეობის უგრავლესობა მქმამისა დამოუკიდებლობას საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს პერიოდია რა 11 მარტი და 9 აპრილამდე ხო? ანუ სამართლებრივად ჩვენ სამართლებრივ ნორმებზე ვლაპარაკობთ. სამართლებრივად საქართველოს იურიდიულად აბსოლუტურად კონსტიტუციურადაც, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში იყო ასეთი ჩანაწერი, ყოველი რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეუძლია ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, ხო? შეუძლიათ დატოვონ, ესეც იყო კონფლიქტი. საფუძველზე 9 აპრილს ბატონმა ზვიადმა ისე რომ არც არავინ არ იცოდა, უზენაეს საბჭოს არც ერთმა წევრმა არ იცოდა, არ იცოდა რა იმიტომ რომ მართლა ბევრი რამე არასაიმედო მდგომარეობა იყო, ბევრი შეუყარეს აგენტურა იმ პარლამენტში, უზენაეს საბჭოში და ასე შემდეგ, საყოველთაო ცნობილია და გამოაცხადა, იმიტომ რომ ეს სხერბლი, ეს სისხლიანი სხერბლი, რომელიც 9 აპრილის დაღუპულების მოიქცეანი 21 ადამიანი, ხო? იმათმა ამ სისხლმა და ამ სხერბლმა გამოიწვია დაიმსახურა უფლის თვალშიც, ასე ვთქვა და თავისი ამ თავგანწირვით მოპოვებული იქნა დამოუკიდებლობა და ბატონი ზვიადიც ეგრე აცხადებს, რომ ესე იგი დღეს ზეცაში ლაღობენ, ზეიმობენ 9 აპრილის გარდაცვლილთა სულები და გამომორჩევს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეხლა ეს ჩვენ დამოუკიდებლობა არვა ჩვენ იმის მერე არც ერთმა ხელისუფლებამ სხვათა შორის ეს დამოუკიდებლობის აღდგენა არ გამოაცხადა მნიშვნელოვან აქტად და 26 მაისზე იმობთ დამოუკიდებლობის მოპოვებას და არა 9 აპრილს, ხო და 9 აპრილის მნიშვნელობა დაკნინებულია ძალიან და გატოლებულია მხოლოდ გლოვასთან. ტიტები მიუტანოთ ბაჩიკოს ერთმანეთს ტიტები და ასე შემდეგ და ამ დროს ეს არის დიდი გამარჯვების დღეს პარალელურად რო ვთქვათ რა საქართველოს დამოუკიდებლობა ხო ეხლა მოიპოვეთ დამოუკიდებლობა მაგრამ ის ვისაც შეეწირა ეს ხალხი ახლა რა მოხდა ესე იგი ქეთევან დედოფალი გვიწამეს ირანელებმა და 300,000 კაცი აქედან წაასხეს და ორი მაგდანი კიდე დახოცეს ელისტომი ჩამოსახლება უნდა და ჩამოასახლეს და ჩვენ გავანათეთ ირანის დროშის მაშინ რა ქვია ფერებში გავანათეთ თაწმინდა. სამიგე. ეხლა ახლა კიდე იგივე ამბავი მოხდა 9 აპრილს, ვინც დაგვრჩეხა, ვინც გვაწამა, ვინც დამოუკიდებლობა წაგვართვა, დაგვიპყრო, ხო? ეხლა თურმე იმ ხალხს მარო მაყაშვილის და ყველა დანარჩენს და მათ შორის გიორგი არწუხელიძესაც თურმე ჩვენი ცუდი პოლიტიკის, შიდა პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ის ხალხი შეეწირა ამ სიტუაციას. მარო მაყაშვილის სიკვდილის ჯორდანიას ბრალდება და არწუხელიძის სიკვდილის სააკაშვილის ბრალდება და რეალურად თურმე ეს ხალხი ჭრეტოში დაიხოცა. ომი ბრალდება ქართველებს. ხო და ბოდიში ჩვენ დავიწყეთ ომი მოსახდელი და რო აღწერო რამდენი უბედურება დაგმართა რუსეთმა და თუნდაც აი ბოლო პერიოდში აფხაზეთთან დადგმული სპექტაკლი რომელიც შევარნაძემ და მკიტოვანმა და ხუნტამ რომელმაც კანონიერ ხელისუფლება დაამხო თავს მოახია ჩვენს ქვეყანას ხო იურიდიულ სამართლებრივ ნორმებზე ვლაპარაკობდა სტრასბურგში რო წარადგინეს ჩვენი წამებისა და ასე შემდეგ იმათ კიდე მეტი ფაქტორები დაუდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჯართვისაც ხედრიანი რო ჩავიდა და სომხებისა და იმის ჯართვა რო დაიწყო აფხაზების ხო ესე იგი ის ნორმები ჩვენ როგორც სამართლებრივი ნორმები დარღვეული მორღვეული ხო შეგნებულად მივეცით აი წინასწარ მივეცით ამასაც მივეცით უფლება რუსეთს რომ რუსეთი გამოჩენილი იყო საერთაშორისო და აფხაზები და უჩებით ხო ცნობილია რომ ცნობილი ის მენდიაშვილი ძმები რომ დაიჭირეს და რა ქვია დაწვეს ცოცხლად დაწვეს აგერ ჩვენმა მხარემ ქართულმა მხარემ ამათ ფოტოები გადაუღო და ამცნო დანარჩენ სამყაროს ქართველები როგორ გენოციდს უწყობენ ოსებს და აფხაზებს და ასე შემდეგ ხო და ყოველთვის შიდამტრით ესე იგი მარცხდებოდი ჩვენ და ეს შიდამტერი იძლეოდა იმის იურიდიულ სამართლებრივ გარეგნულ ფორმებს და გამოხატვის საშუალებას მტკიცებულებებს რომ მე ჩვენს დაუძინებელი მოსისხლე მტერს მეზობელი იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა გონდა საფუძვლები რომ
ჩვენ დავიწყეთ ომი, გამიგეთ? ჩვენ გენოციდი დავიწყეთ. ციხე შიგნიდან ტყდებოდა. ხო, ახლა როგორ შეიძლება 50,000-იანი აფხაზეთს ეომა 5 მილიონიანი საქართველოს წინააღმდეგ თუ არა? არა, ამდა როგორ შეიძლება საქართველოს სამაჩაბლოში დაეწყო ომი. ხო, თავის სამშობლოში, თავის ქვეყანაში, გამიგეთ, ხო და ასეთი მოღალატეობრივი დამოკიდე დღესაც ესე იგი რუსეთი ძლიერია, რუსეთთან არაფერი არ გავგება. დაწვევა მოგერება ბაბაია უნდა დაუღალო. ესე იგი, აბა ომი გინდა და აი ამ ნარატივებით, აი ამ ლოზუნგებით, ასე ვთქვათ, არ ვიცი ეს სამთავრობო არხები იმდენ ზომბირებას უკეთებენ მოსახლეობას, რომ ესე იგი ჩვენ ამ შეშისა და კანკალის მასში ვართ, რეჟიმში ვართ, ვაი თუ მართლა რუსეთმა ჩვენკენ მოიხედოს და უცბად არ დაგვიპყროს და მაგათი სანატრილიც ეგ არის ალბათ დაგვიპყროს და მე შეგვიათ. ამ დიდ ქვეყანას 95 მილიონიანი ირანს, რომელსაც ასევე დიდი ტერიტორია აღმოჩნდა შიდა მტკიცე უნარით გაუძლონ გამოწვევებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰაერიდან ამერიკის და ისრაელის ავიაცია თავიდანვე გაანადგურა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ეს სისტემები ძირითადად იყო რუსული წარმოების და ირანი დარჩა ფაქტიურად ავიაციის გარეშე, დარჩა მას ჰაერი დაუცველი და იქ ბატონობენ დღემდე ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო ესკადრილები, მაგრამ აი ბატონობა ჰაერში, ჰაერიდან უზარმაზარი რაოდენობით ობიექტების მიწის ზედა თითქმის ობიექტების 90% განადგურება ფაქტობრივად არ დააყენა ის შედეგი, რომ ირანს წართმეოდა ბრძოლის უნარი, წინააღმდეგობის უნარი და არ დაებომბა მას მეზობელის სპასეთის ყურის სახელმწიფოები, მათი ძირითადი სამხედრო ობიექტები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მომსახურების ქვეშ არის, ირანი ბომბავს ამ ობიექტებს და ეს გარკვეული სიურპრიზი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის. მოусმინეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები, რომ მან ხვალ საღამომდე მისცა ვადა ირანს საკმაოდ ხისტი სიტუ არ გახსნით ორმოზის სრუტეს. ირანი არ რეაგირებს არანაირად ამ უქარებზე, აგრძელებენ ორმოზის სრუტის სრულ კონტროლს. რომ არასოდეს დაუმალავს ამერიკის პრეზიდენტს, რომ თავად იყოს სწორედ ნავთობის ამ ერთ-ერთ უმთავრეს არხზე მსოფლიო მიწოდების გაეკონტროლებინა ამერიკის შეერთებულ შტატებს სურდათ, თუ ის შეძლებდა ორმოზის სრუტის გაკონტროლება, შეიძლება მსოფლიოს უთხრას ჩინეთის და ინდოეთის შაფლით, რომ რყევები არ იქნება სტაბილური ხანგრძლივი ვადიანი კონტროლირებადი სიტუაცია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნახშირ წყალბადების მთლიან ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა მისცემს მსოფლიო ეკონომიკას განვითარების, ხანგრძლივადიანი განვითარების, სტაბილური განვითარების საშუალებას და მიზანი სწორედ ეს იყო. ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რუსეთის ეკონომიკაც არის ძალიან მძიმე ვითარებაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეწყვიტოს, იმიტომ რომ იმდენი ობიექტი გაანადგურა უკვე ნავთობწარმოებელი და მომპოვებელი რუსეთს უკრაინამ. თავად რუსის სპეციალისტების შეფასებით თითქმის 40% არის შემცირებული ნავთობპროდუქტების წარმოება. ძალიან სერიოზული გაძვირება საქართველოში ელექტროენერგიის, განსაკუთრებით იმ ფენისთვის ყველაზე დიდი, თითქმის 80%-იანი ფენისთვის მოსახლეობისა, რომელიც 100 კილოვატამდე ხმარობს, ანუ ცოტას ხმარობს ელექტროენერგიას, ანუ 33%-ით გაუძვირეს 90% მოსახლეობისა, ყველაზე მოწყვლად. ეხლა ამ დენის გაძვირების გამო აღმოჩნდებიან კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში. კორუფციის მკვლევარების საკმაოდ ისეთი არგუმენტირებული და ეს მათ მოიპოვეს ეს მონაცემები
რომ 17% მიაქვს შუამავალ კომპანიას, რომელიც როგორც აღმოჩნდა ლანო ჩხატიშვილის სახელთან არიან დაკავშირებული, ასე თქვა ლუქს ენერჯი თუ რაღაც ამის მსგავსი ქვია და აი ესე უცხოდ იპაროს მოდი თქვა პირდაპირ, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხელისუფლების ხელდასმით, მათი უშუალო ქოლგის ქვეშ მიაქვს 17%. რატომ არის ეს კომპანია საერთოდ ჩართული როგორც შუამავალი? პასუხი ხელისუფლების მხრიდან არის. ეს არის კომერციული საიდუმლოება. მაგალითად, ერთი კვირის წინ დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი, რომელიც უფასო სასადილოში 18 მილიონიდან 3.5 მილიონი მოიპარა. ამ არამზადებმა. აი ახლა უცხოდ გვეუბნება ჩვენ ეს ხელისუფლება, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს და უშვებენ. ამ ხელისუფლების კიდევ ერთი სუპერ სამაცხვინო საქმე, რომელშიც ასევე აღიარეს იმ ბატონებმა და ასევე არ დაიჭირეს, ეს იყო საბავშვო ბაღებიდან მოპარული მილიონი. აი ეს ყველაფერი არის თბილისში ჩადენილი. კახა კალაძის თბილისის მერიის პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფ ობიექტებზე. გამოდის კახა კალაძიდან მე რა შუაშია. და არავინ კალაძის პასუხს არ თხოვს. თან ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი პრემიერ-მინისტრი ორჯერ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაიჭირა მილიონების მოპარვის გამო, სახლიდან ამოუღო 6.5 მილიონი დოლარი და ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ კორუფცია ამ ხელისუფლებაში არ არის. ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი უშიშროების მინისტრი, რომელიც 7 წელი ამ თანამდებობაზე იყო გაპიარებული, როგორც უწესიერესი, უპატიოსნესი, გამორჩეული და ასე შემდეგ, დაიჭირა, იმიტომ რომ მან თურქი ბიზნესმენისგან აიღო $1 მილიონი ქთამა. ასევე ციხეშისის 11 ათნაკლები თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე, რომელიც იპარავდა ჯარისკაცების საჭმლის ფულს, არც ხვენი ამის არანაირად ოცნების ხელისუფლებას, არც ივანიშვილი, ისინი მაინც უცხოდ ამტკიცებენ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში კორუფციაზე არავინ არ ელაპარაკობს. რამდენიმე დღის წინ მოსამართლე ღამე გამოიყვანეს სახლიდან, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საწყობოდ გაძევება გახდა საქართველოსთან საჭირო, იმიტომ რომ იმ ჟურნალისტს ებრძოდა ის აკრიტიკებდა მეზობელი ქვეყნის აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აზერბაიჯანის პრეზიდენტი დღეს აქ არის ჩვენი სტუმარია საქართველოში და მას ასურდა რომ ამ დროს თბილისში ყოფილიყო ეს ვინმე ჟურნალისტი საბდიკოვი. ამიტომ ის ღამე რომ გაეძევებინათ საქართველოს ტერიტორიიდან სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ამის საჭირო, გააღვიძეს მოსამართლე მოიყვანეს. წარმოუდგენელი ფაქტია, რომ მოსამართლე გამოყავს სახლიდან. მოსამართლე, რომელიც ხელშეუხებელია, რომელიც ერთი ფაქტიც კი ასეთი უზარმაზარ ზიანს აყენებს მთელი სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციას. აი ასეთ საქართველოში და სახიფათო საქართველოში გვიწევს დღეს ცხოვრება. იყო ასეთი აღტკინება ქართულ ოცნებაში, რომ რუბიომ დაურეკა კობახიძეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ამაზე განმარტება, რომ საფრთხების ლიდერი ელაპარაკა ოცნების პრემიერს კობახიძეს, საუბარი იყო შავ ზღვაზე, ამიერკავკასიაზე და უსაფრთხოებაზე რეგიონში. სულ განსხვავებული რაღაცა მოვისმინეთ სულიად განსხვავებული საქართველოს მხრიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ლაპარაკი იყო გადატვირთვაზე. სხვა არაფერი ამის შესახებ მე პირში წყალი ჩაიგუბა თავად ძალიან ენაწყლიანმა ოცნების პრემიერმა ამის შესახებ განმარტება დღემდე არ გაუკეთებია და ჩვენის განმარტება არ მოვისმენია. ზელენსკი ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი სირიაში და შეხვდა სირიის პრეზიდენტ ალ-შარას, რომ ეს იყო სამხრივი მოლაპარაკებები უკრაინა, სირია, თურქეთი. ზელენსკის მაღალ დონეზე მიღება მოუწყვეს
საუდის არაბეთში ოქროს სამკუთხედის ქვეყნები როგორც არის უმდიდრესი და ყველაზე მაღალი გავლენები საუდის არაბეთი, ემირატები, კატარი, მათ შორის იორდანიაში, ხო? მოუწყეს საოცრად მაღალი დონის შეხვედრები და დაიდო სამხედრო თანამშრომლობის ეს უკვე ნიშნავს რომ ეს ამერიკის მიღმა, რუბიოს მიღმა ხდება, ხო? რუბიო გაღიზიანდა ამით. მით უმეტეს ახლა, როდესაც ამაში ჩაერთო თურქეთი, ამაში ჩართული არის და ისედაც ამას რუსები სულ აცხადებენ, რომ ეს არის ბრიტანეთის გაკეთებული, ეს არის ევროპა, ეს არის ევროკავშირი, ეს არის გერმანია, საფრანგეთი. რუბიოს ზარი აქ და თუნდაც ვიზიტები. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი ალევის, რომელიც დაუგეგმავი იყო. მოყვა სწორედ რუბიოს ამ გზას და გაჩნდა გარკვეული კონკურენცია. რუბიოს ადმინისტრაციასა, რომელიც ამ გავლენებზე მუშაობს, მათ შორის ამიერკავკასიაში, ყაზახეთში და ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, რომელშიც ჩაერთო უკვე თურქეთი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. თურქეთის გავლენები ამიერკავკასიაზე საკმაოდ მაღალია და ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ასე თქვათ, გაწევ გამოწევაში შუაში აღმოჩნდა საქართველო. ახლა ორმაგი და სამმაგი დატყვის ქვეშ აღმოჩნდა ივანიშვილის ხელისუფლება. ფილოსოფოსების როლი, ესე იგი და ფილოსოფიის როლი ზოგადად მშვიდობის პროცესების ორგანიზაციის თვალსაზრისით. უბედურია ერი, რომელსაც ფილოსოფია არ გააჩნია, ჰეგელი. ფილოსოფია პირველ რიგში არის ეპოქის დიაგნოსტიკა. ანუ ფილოსოფოსმა უნდა დაასვას ეპოქის ანალიზის შედეგად დიაგნოზი, რა ჭირს ამ ეპოქას და ამის შემდეგ უნდა მოხდეს თერაპია. წინა ხელისუფლების უბედურება ის იყო, რომ ის ფილოსოფიას ებრძოდა. ის ნეოტოტალიტარული სისტემა იყო და იმას რა სჭირდებოდა ფილოსოფია. ეს ინერცია დღემდე გრძელდება. ანუ რა ხომ ნეო, ესე იგი ახალ ტოტალიტარულ რეჟიმს? დიახ, ჩვენ ყველას მეგონა რომ მე მეგონა იქ იმ პერიოდში რომ საბჭოთა კავშირი დანგრევასთან ერთად დამთავრდა ტოტალიტარიზმი. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ აღმოჩნდა. ტოტალიტარიზმმა შეიძინა არსებობის ახალი ფორმები. აი გაჩნდა ნეოტოტალიტარიზმი. დღეს ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული ტოტალიტარიზმი მსოფლიო მასშტაბით. ეგზისტენციალური კრიზისია და სამყაროში. საბავშვოდ აი როგორ აუხსნით თქვენ ეგზისტენციალურ კრიზისს და საქართველოსთვის. ეგზისტენციალიზმის მაგისტრალური ხაზი ესა თავისუფლების ძიება. თავისუფლების პარადიგმა ევროპამ გაიგო სულ სხვანაირად. თქვათ, სხვა კულტურებმა, თქვა ეს აზიას ეხება და კიდე სხვებს, იქ სულ სხვანაირადაა გაგებული. მაგრამ ევროპულმა პარადიგმამ თავისუფლება გაიგო როგორც თეოზისი. ანუ უფლის დამხობა, უფლის და ლაუფლების დამხობა და ადამიანის გაღმერთება. ეს აღმოჩნდა კატასტროფული მიდგომა, არასწორი მიდგომა. თქვათ ეს მიდგომა, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ეს მოდის აი განმანათლებლობა, ის რაც დასავლეთ ევროპაა. დიახ. რაც ევროპული ჰუმანიზმია. ანუ ეს არის ეგოცენტრისტული კულტურა. იქ სამყაროს და ყოფიერების ცენტრში დგას პერსონა, პიროვნება, ადამიანი. ჰეგელის ცნობილი მიდგომაა ეს ევროპოცენტრისტული, რომ ფილოსოფია არ აქვს თქვათ აღმოსავლეთის ქვეყნებს. რატომ? იმიტომ რომ იქ იყო დესპოტია, ტირანია. ხოლო იქ სადაც ტირანია, თავისუფლება გამორიცხულია, ხოლო ფილოსოფია არის თავისუფლების მანიფესტაცია. ამიტომ ფილოსოფია გაჩნდა დასავლეთში. ანუ იმ აკვანში, კერძოდ საბერძნეთში. მე-6 საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვად. რომ დააკვირდე ეს მართლაც ასეა, მაგრამ ჩვენ საით მივდივართ. თავისუფლება ამათ გაიგეს როგორც ღმერთიდან განტოლვა. ღმერთის ავტორიტეტის დამხობა. ანუ ღმერთისგან თავისუფლება. დიახ, ანუ ათეიზმი. დიახ, ნიცშე, ღმერთი მოკვდა. არა ხო ათეიზმი რა თქმა უნდა. ღმერთი მოკვდა, ხო? თუ ღმერთი მოკვდა, მაშინ ყველაფერი ნებადართული. Нет Бога, значит, всё дозволено. და 60-იანი წლები და დღემდე კაცობრიობა ცხოვრობს ამ აბსურდში, საიდანაც ღმერთი განდევნილია. ანუ ის ტექნოკრატიული საზოგადოება, ის რაც დასავლეთში ახლა დღეს. იმიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ესე იგი ეს ჩვენი პრობლემატიკა ნაწილობრივად არის გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების პროექცირების შედეგი ჩვენ საზოგადოებაზე. კი ბატონო. და ამ პროცესში ყველა ძალა ცდილობს თავისი მომხრეების ყოლას და აი ის ძალა, რომელიც იქნება ნეიტრალური ფაქტობრივად, ანუ რომელიც ცდილობს, რომ იყოს დამოუკიდებელი ამ ზეგავლენებისაგან, რაღაცნაირად არ ჩანს. როგორ არის ეს ძალა?
ეს ძალა რო არ იყოს საქართველოს არ იარსებებს, არ იქნება. ხო და აი მეც ვიცი რომ არის ეგ ანუ ეს ძალა ამ ძალაზე დგას ეს ქვეყანა. ამ ქედზე დგას, ამ ძალის ქედზე დგას ეს საქართველო. ხო და რა არის ეს ძალა თქვენ? აი გეტყვით ახლა რა არის ეს ძალა. ეს ძალა არის ის პირველ რიგში ის ქართველი გლეხი, რომელიც იმ მიწასთან არის დაკავშირებული და რომელიც ქმნის ამ მატერიალურ დოვლათს. ეს არის პირველ რიგში აი ეს ინტელიგენცია, რაც არის საქართველოში. რაც მოდიოდა იმ ძლიერი ქართული სკოლებიდან, რაც საქართველოში იყო, მეცნიერებათა აკადემიაში 55 ინსტიტუტი იყო. ეს სააგაშვილმა გაანადგურა აი დასავლეთის, თორედ აი ამერიკული შეკვეთით, იმიტომ რომ ჩვენ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მოგვცეს და განვითარებადი ქვეყანას ამდენი მეცნიერი და სამეცნიერო ადრე დაიწყოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ქართველი ახალგაზრდების მოდის განსაკუთრებული თაობა, აი ინდიგოს თაობას რო ეძახიან. ეს ყველაფერი ამათ გენეტიკურად აქვთ, ეს სისხლში აქვს. აი პოლიტიკური ინსტიტუტების კუთხით, მაგალითად პოლიტიკური პარტიების მიმართ. პოლიტიკური პარტიების კუთხით, რასაც თქვენ მეკითხებით, სამწუხაროდ ჯერჯერობით კი არა, სამწუხაროდ დეფიციტი ამ სერიოზულ ქვეყანაში. არის სამგეული გამოკრთომები. თლად ახლა აი თქვათ რომ შემოვედი ჩვენ აქ მეცნიერთა კონგრესი, აი ერთ-ერთ კარზეა დაწერილი. ეს ძალიან საინტერესო და სერიოზული ძალაა. ანუ მეცნიერება უნდა მოვიდეს მართვაში ქვეყნის. აი მაშინ ქვეყანას ეშველება. ფილოსოფიის ეშინიათ საერთოდ. რატომ? ფილოსოფია არ კრიტიკული აზროვნება. ეს არის ნიღბის ჩამოხსნა. ფილოსოფოსებს და გავანებოთ თავი ფილოსოფოსებს, ესე იგი ნებისმიერი მეცნიერების ნებისმიერ დარგი ამ მდგომარეობაშია დაახლოებით, ხო? არ შეუძლიათ რომ საკუთარ დარგებს მოუარო, ესე იგი ამას როგორ ახსნით? ესე იგი შენ თავი შენვე არჩინე. ანუ კომერციალიზაცია მოახდინეთ. ეს ამ სფეროში ფაქტობრივად გამორიცხულია. მშვიდობა ჩვენ ძალიან გვჭირდება და ესე იგი ეს კონფლიქტები და ესე თქვათ ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო და ჩვენს შიგნით გამაღიზიანებელია და ძალიან ბევრი ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს. ფილოსოფოსები რას აკეთებენ იმისთვის დღეს, რომ ესე იგი მოახდინოთ უზრუნველყოფა სამშვიდობო პროცესის. აი თქვათ მშვიდობის ფილოსოფია. რა არის მშვიდობა? მშვიდობა რა არის? მშვიდობა ეს არის სინამდვილისადმი, ანუ რეალობისადმი, არა აგრესიული, არა ძალადობრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ზნეობრივ პრინციპებს და იყენებს დიალოგისა და კომპრომისის გზას. ანუ ეს მშვიდობა ძალიან რა არის? ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ყოფის და არსებობის. ეს ზნეობის პრინციპი წამოვწია. სამწუხაროდ დღეს ზნეობა არ არის რეგულაციის დომინანტური მთავარი ფორმა. დღეს რეგულაციის მთავარი ფორმაა სამართალი, პოლიტიკა და შემდგომ სამართალი, ხო? სამართალი ეს არის სანქცია და პენიტენციალური სისტემა და 1000 ისა, რაც მოსდევს მას. როდესაც ჩვენ მშვიდობაზე ვლაპარაკობ, ანუ მშვიდობის გასაღები არის თავად ადამიანი. ანუ დგება პრობლემა იმ შესახებ, თუ რა არის ადამიანი, ვინ არის ადამიანი? რა იგულისხმება ამაში? არისტოტელიდან მოყოლებული ის ცხოვრებული ამბობდა რომ ეს პოლიტიკური ცხოველია. აი მოდის აგერ მარქსი იარაღის მკეთებელი ცხოველია. მოდის კიდე სხვა რელიგიური ცხოველი. რა არის ეს? ეს უნდა გავსაჯოთ, ეს უნდა გავარკვიოთ, ჩამოვყალიბდეთ. ისე ძალიან ზოგადი მიხედვით ადამიანი საბოლოო ჯამში არის არასრულყოფილი არსება. მან იცის თავისი არასრულყოფილების შესახებ და უნდა ეს მოხსნას, ანუ დაძლევს. ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სრულყოფილება, ანუ სრულყოფილებას ეზიაროს, არასრულყოფილება მოხსნას. ახლა ეს ამისთვის გზა, აი არისტოტელე რო ხშირად ვახსენე, პლატონი გენიალურად ახსნა ეს გამოქვაბულის მითი. სახელმწიფოს მეშვიდე თავი. ციხეში ვარ ჩვენ ის ამბობს. დილეგში. ამ დილეგიდან უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ეს გამოსვლა მზაბზარებლად ეს ბრძოლა. ანუ თავისუფლება ტანჯვა, რისკი, გაბედულება. ეს არა კომფორტი, დისკომფორტი ეს. ორი მოდელია ამ მშვიდობის, ორი პარადიგმა. დიახ. ერთი პირველი ეს არის ძალადობრივი მოდელი, ძალადობაზე დაფუძნებული. სივი პაცემ პარაბელუმ, აი ძველი რომი. თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის. ძალაზე ორიენტირებული. დიახ, ეს ალექსანდრე და არა ძალადობაზე. ძალაზე ორიენტირებული. ეს მიდგომა დღემდეა. აი ალექსანდრე მაკედონელი კიდევ უფრო ადრე
ალექსანდრემ ხო ორი კულტურის სინთეზი მოახდინა. აღმოსავლეთს დაეჯახა დასავლეთი, ნუ დაამარცხა. აი ახლა ტრამპი მე ამერიკა great again. იგივე მოდელია ეს რაც ალექსანდრეს ძალადობაზე დაფუძნებული. ანუ ისინი ამბობენ რომ ძალაზე დაფუძნებული მშვიდობა ჭირდებაო. ხო და აი რაც ხდება ახლა აღმოსავლეთში და ასე. აი მეორე მოდელი ის სამწუხაროდ ეს პირველი მოდელი ჯერ კიდევ პრივალირებს, ჯერ კიდევ ძალაშია. სამწუხაროდ. მაგრამ მან თავი ამოწურა და ადგილი უნდა დაუთმოს ზნეობრივ მოდელს. აი ეს უკვე ქრისტიანული ზნეობა შემოდის, რომელიც უკვე ძალადობაზე კი არა ფუნდირებული. ხო. არამედ სრულიად სხვა ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სხვა რელიგიებს და იმასაც უნდა ხო, ბუდიზმი, ხო? ეს უდიდეს ჰუმანიზმია.